საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის 279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პირთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება. გაზრდილ პენსიას მიიღებენ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის შემწეობა 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გახდება. 2013 წლის 1 სექტემბრიდან კი ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება. თუ აქამდე ქალბატონები 60-დან 67 წლამდე და მამაკაცები 65-დან 67 წლამდე ღებულობდნენ ყოველთვიურ პენსიას 110 ლარს, გათანაბრდება. საპენსიო ასაკის მოქალაქეები ამბობენ, რომ გაზრდილი პენსია საკმარისი არ არის და შემდეგ ეტაპზე თანხის კიდევ უფრო გაზრდის იმედი აქვთ. მოქალაქეები თვლიან, რომ სამომხმარებლო კალათის გადახედვა უალტერნატივოა. ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. იმიტომ რომ არსებობის მინიმუმი არის უფრო მეტი ვიდრე პენსია. ამიტომ ეს საკმარისი არ არის. აი საკმარისია, წამლის სრულად არ ეყოფა ხალხს, რომელიც საკმარისია, წამალი ღირს მამასის ხლად იყიდება. ჩვენი ავერსის და იმის სამლები. აქ საუბარი არა საპენსიო პაკეტის ზრდაზე, არამედ უშუალოდ პენსიის ზრდაზე. ეს ორი განსხვავებული ცნებებია. ანუ ნაცვლად სურდა საპენსიო პაკეტი გაეზარდა 100 დოლარამდე, ანუ დაზღვევები და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ხდება თვითონ პენსიის ფულადობრივი გამოხატულებით ზრდა და ამას ემატება თვითონ პენსიონერთა დაზღვევა. ეკონომიკის ექსპერტი პაატა აროშიძე თვლის, რომ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ბიუჯეტის ცვლილებას და პენსიების გაზრდას ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს. ექსპერტის აზრით ამ ეტაპისთვის ეს არასაკმარისი და სიმბოლური ზრდაა, თუმცა 2 წელიწადში აროშიძე დარწმუნებულია, რომ პენსია სამომხმარებლო კალათის შესაბამისი იქნება. 2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა საკმაოდ რთულ პერიოდში, ანუ მთავრობას მის მოსამზადებლად პრაქტიკულად 2 კვირა ჰქონდა. ანუ მოხდა იმ ბიუჯეტის რეკონსტრუირება, რომელიც ნაცვლად ჰქონდა წარდგენილი და ის ძალიან ბევრ ნაკადს შეიცავდა, მაგრამ გამოინახა რეზერვები. საბოლოო ჯამში, ანუ სადღაც 2 წლის შემდეგ, 2-3 წლის შემდეგ მოხდება მისი გათანაბრება სამომხმარებლო კალათას. 55 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება მარჩხალან დაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია. ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანების პენსია სტაჟისა და ნამსახურების მიხედვით გაიცემა. დღეიდან აღდგება ეგრეთ წოდებული რეგრესის პენსიაც, რომელსაც მაღაროელები და საწარმოო ტრავმების მქონე პირები მიიღებენ.